ხო. ანუ შეკითხვა ასე როგორც გავიგე არის სასწავლო-მოქმედი ხატი ერთი რო არის, მეორე არ არის, ხო? კი ბატონო, სასწავლო ყველა ხატი არის სასწავლო-მოქმედი. არ მე კი გაგიგე რასაც მეკითხები, მაგრამ ეს კონკრეტულად ის ხატი არის სასწავლო-მოქმედი და მეორე ხატზე სასწავლი არ მოხდა. ეს ყველა ხატი სასწავლო-მოქმედია, ოღო განსხვავება რა არის? ვიღაცა იმ ხატთან მორწმუნე მივიდა და იმ მეორე ხატად ჯერ მორწმუნე მინასვლელი არ არის. სასწაული ხატის გამო კი არ ხდება. სასწაული ხდება იქ მისული ადამიანის წმენის გამო. ვისაც მოუვიდა სასწაული. სარწმუნოებამ შენმა გაცხოვნა შენ გვალეხვიდოდე მშვიდობით. ამიტომ ის ხატი, რომელთანაც ჯერ სასწაული არ მომხდარა, თუ კი მივა ნამდვილად მორწმუნე ადამიანი, ბოლომდე მორწმუნე ადამიანი მოხდება სასწაული და ეს ხატის გახდება სასწაულ-მოქმედი. ასე რომ ჩვენზეა დამოკიდებული. ჯულის კანონში ასეთი რაღაცა წერია. ტაძარი კი არ წმენს კაცს, კაცი წმენს ტაძარს. აი ჩვენ ხშირად ხო გონია რომ აი ტაძარში ვივლით ახლა წმინდა ნაწილებს მოვილოცავთ და უფრო კაიბი გავხდებით. არა, ჩემო კარგო. რა კაი ენდაზე აქვს ქართველს. ვირი საყდარს მიდიოდა, რაც მიქონდა ის მოქონდა. თუ როგორც ვირი მივდივარ წმინდა ნაწილებთან, ისევე ვირი დაბრუნებით უკან. არა თუ წმენით მივდივართ იქ. მაშინ მისვლაც არ გჭირდება. ნახეთ როგორ არის დავით გარეჯელის მაგალითი გავიხსენოთ. დავით გარეჯელის. იერუსალიმში ჩავიდა, მაშინ თვითმფრინავით კი არ მიდიოდი იერუსალიმში. ფეხით მიდიოდი. ფეხით აქედან იერუსალიმში ჩავიდა როგორ წამდა, მაგრამ რო გადახედა სივრცეს იერუსალიმს თიდან. საკუთარ თავს უთხრა. მე რა ღირსი ვარი გავიარო, სადაც იესო ქრისტე დადიოდაო. დაიხრა ძირს, 3 ქვა აიღო და უკან დაბრუნდა. და იერუსალიმის პატრიარქმა ხილვა ნახა ანგელოზი გამოესხა, მთელი მადლი მიაქო ერთი წმინდა ბერი მოვიდა, თან მადლი მიაქ თლიანათო. ქვებში იყო მადლი? დავით გარეჯელის წმენაში იყო მადლი და ქვებმა შეეძინა მერე მადლი. ორი ქვა დაატოვებინეს, დიდი ხვეწ და მუდარი, დაგვიტოვე თუ შეიძლებაო თლათო. ნუ გავზარცავთ თლათო მადლისგანო. დაგვიტოვეო. ერთი გამოატანა და დავით გარეჯელის ქვა არის, გვაქვს. საქართველოს ეკლესიის სიმდიდრე არის. რამ გამოიწვია ეს? ჩვენ რომ მივდივართ ახლა და არიქა პირდაპირ ეთერში რამე რაც მიგვაქვს ის მოგვაქვს. ყველაზე არ მომო რა თქმა უნდა, შეიძლება სასწაული ფარულად ხდებოდეს. იდუმალ ხდებოდეს. ამიტომ სასწაული ყოველთვის ხდება, რომელიც არ ხმაურდება. მაგალითად, წმინდა სპირიდონ ტრიფუნტელის როდესაც ბაჩუჩებს უცვლიან, ბაჩუჩების ბოლო არ დატკეპნილი, ხო ვიცით ეს? რამდენი სასწაულები, ვინმე ყველაფერი ვიცით? არა. ანუ ხდება, მაგრამ არ ვიცით. ის გახმაურებული არის. მადლობა შეკითხვისთვის.